მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და ბალანსისთვის გთხოვთ გამოიწეროთ არხი და კომენტაროთ, მოიწონოთ. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ მითითებულ ნომერზე და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას. რატომ იქცევა გაურკვევლად ჩაფიქრებული ადამიანი ამ ურთიერთობაში? რატომ იქცევა გაურკვევლად ჩაფიქრებული ადამიანი? გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. კონცენტრირდით პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, დახუჭეთ თვალები, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი. თუ არ იქნება თქვენი არც ერთი, მაშინ შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ვიდეოებზე. ესეც შესაძლებელია, რომ არ იყოს დღეს თქვენი გაშლა და არ იყოს შესაბამის ენერგიებში. რატომ იქცევა გაურკვევლად ჩაფიქრებული პიროვნება? პირველი ვარიანტისთვის. შეიძლება თქვენ ვერ მიაღწიეთ კონსენსუსს და ვერ შეთანხმდით რაღაცაზე. შეიძლება გქონდათ კიდეც თქვენ საუბარი, ისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ ვერ გადაწყდა. ეს თემა და კვლავ გაურკვეველი დარჩა. ასევე აქ მოდის კიდევ ერთი ინფორმაცია. შეიძლება იმიტომ იქცევა ეს ადამიანი გაურკვევლად, რომ თქვენს ურთიერთობაში იყო ვიღაც მესამე, რომელიც ძალიან ცუდად ჩაერია და აი ის ერთობა, რომელიც თქვენ გქონდათ, შეიძლება იყოს იმის მიზეზი დაშლა, ამ ერთობის დაშლის მიზეზი შეიძლება იყოს ვინმე სხვა პიროვნება, რომელიც ძალიან უხეშად და არაკეთილსინდისიერად ჩაერია ამ ურთიერთობაში. მოდი ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი. დიახ, მეგობრებო, სწორედაც ვიღაც ჩაერია თქვენს ურთიერთობაში, რომლის ჩარევამაც უეცარი ნგრევა და სიშორე გამოიწვია. თითქოს აი ამ ჩარევის შედეგად ეს ადამიანი რაღაც მომენტში გაუჩინარდა თქვენი ცხოვრებიდან. რა სურდა ამ ადამიანს? ამ ადამიანს სურდა შეეჩერებინა თქვენი ურთიერთობა, თქვენი აი ეს გულწრფელი სიყვარული, მეგობრობა. რატომ? ეს ადამიანი შორიდან აკვირდებოდა თითქოს თქვენს ურთიერთობას, აი მეგობრულ, გულწრფელ, გულღია ურთიერთობას და ამ ადამიანს სურვილი გაუჩნდა შეეჩერებინა. რატომ? იმიტომ მეგობრებო, რომ თვითონ ეს ადამიანი საკმაოდ წარუმატებელია, მას არ უმართლებს ცხოვრებაში და რაღაც მხრივ თითქოს გაბოროტებულია, მას არ ქონია აი ის მხარდაჭერა თუნდაც პარტნიორისგან, რაც თქვენ გქონდათ,
აი ის გულწრფელი ემოციები და გრძნობები, ოდესღაც მას არ გაუმართლა ცხოვრებაში და რაღაცნაირად მას გაუჩნდა ძალიან ცუდი გრძნობა, რასაც შური ქვია და ამ ადამიანმა მოისურვა თქვენი ურთიერთობის შეჩერება. რა გზებით? ვინმე ქალბატონი ამოვიდა, სწორედ ეს მესამე და შეიძლება რაღაც ცუდი კომენტარით ან არასწორი მესიჯით, არაკეთილსინდისიერი მესიჯით, კომენტარით მოახერხა და შეეჩერა ეს ურთიერთობა. რატომ იქცევა გაურკვევლად თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? კიდევ ნახოთ. ამ ადამიანმა თითქოს რაღაც მომენტში იგრძნო თქვენ შორის გაურკვევლობა, რაღაც დაფარული და გადაწყვიტა დროებით გაცლა, სანამ გაარკვევს აი ამ სიტუაციას. თითქოს აი ამ ურთიერთობიდან გავიდა ეს ადამიანი, ოღონდ მანამ, სანამ გაარკვევს აი ამ სიტუაციას. დასტას შევცვლი, მეგობრებო, რატომ იქცევა გაურკვევლად თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი ახლა აი იმ გულის ტკივილს, წყენას თუ ტრამვას იშუშებს, რათა კვლავ ფეხზე წამოდგეს, გაერკვიოს სიტუაციაში და შემდეგ დაგეგმოს თქვენკენ მომავალი ნაბიჯები. მადლობა პირველებო, მე კომენტარებში ველი თქვენს უკავშირს რამდენად რეზონირდა და მოდით ნახოთ მეორეებისთვის. რატომ იქცევა გაურკვევლად ეს ადამიანი? რაღაც მომენტში ახლა ეს ადამიანი თითქოს გამარჯვებული სტატუსით გვევლინება. რაღაც მომენტში თვლის ეს ადამიანი, რომ გამარჯვებულია. შეიძლება კარიერაშია წარმატებული, შეიძლება თავის საქმიანობაშია ახლა და ამჯერად წარმატებული. ნახოთ, რატომ იქცევა გაურკვევლად თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? რატომ იქცევა გაურკვევლად? ხომ არ არის ეს ადამიანი რაღაც დიდების მოყვარული, აღიარების მოყვარული? თითქოს მგონია, რომ აქ ადამიანს აქვს რაღაც დიდი წარმატება და თითქოს აი მხოლოდ აი ამ წარმატებისკენ მიმავალ გზისკენ მიილტვის და თითქოს პირველ ადგილზე ეს ადამიანი ახლა ურთიერთობას, თქვენ შორის ურთიერთობას კი არა, აი იმ თავის გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზეა ორიენტირებული და თავის წარმატების აღნიშვნაზეა გადასული. დამოკიდებულია ეს ადამიანი იმაზე, რომ მოიპოვოს რაც შეიძლება დიდი ძალაუფლება, თუნდაც სამსახურში, თუნდაც ოჯახზე, თუნდაც შეიძლება ამ ადამიანს რატომ იქცევა გაურკვევლად ეს პიროვნება და შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ მოეპოვებინა პირველობა აი ამ ურთიერთობაში და ყოფილიყო ლიდერი, რასაც ის იტყო და ყოფილიყო აქსიომა და მე ეს ვთქვი და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თითქოს ერთპიროვნულად უნდოდა ამ ადამიანს, რომ თქვენი ურთიერთობაც ემართა,
უნდა შეიძლება ეს იყოს მიზეზი მისი გაუჩინარების. თუ არა ხართ ერთად, თუ ერთად ხართ და გაურკვევლობა გაქვთ ურთიერთობაში, მაშინ გეტყვით, რომ ეს ადამიანი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და მხოლოდ თვითონ როგორც სურს, ისე უნდა მართოს აი ეს თქვენი ურთიერთობა. მგონია, რომ თითქოს თქვენ აზრს დიდად არ ითვალისწინებთ ამ ურთიერთობაში, ან არ ითვალისწინებთ ამ ურთიერთობაში. ამის გამო მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ დასრულებულიყო ეს ურთიერთობა. თქვენ ვერ მიიღეთ ამ ურთიერთობიდან ის, რაც გსურდათ, მეგობრებო, ვერ მიიღეთ ის, რომ თანასწორები ყოფილიყავით ამ ურთიერთობაში, რადგან ეს ადამიანი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას და მას როგორც სურდა, ისე უნდა ყოფილიყო. მგონია, რომ თქვენ თქვით ამ ურთიერთობაზე უარი. ან აპირებთ, რომ გახვიდეთ ურთიერთობიდან, რადგან თქვენ ამ ურთიერთობიდან იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ, რომ მიიღოთ. გგონიათ, რომ რაღაც ერთ ეტაპზეა ეს ურთიერთობა შეჩერებული ახლა და გგონიათ, რომ სადაცაა დაიშლება. თუ ერთად ხართ, რა თქმა უნდა, ბევრნი მიყურებთ და ვისი ვარიანტიც არის, იმან აიღოს ეს ინფორმაცია. რატომ იქცევა გაურკვევლად ჩაფიქრებული პიროვნება? დიახ, მეგობრებო. კი ბატონო, მეგობრებო, ზუსტად იგივეს მიჩვენებს ახლა, რომ ამ ადამიანს აი ეს არის ძალიან დიდი ძალაუფლების მოყვარული ადამიანი. შეიძლება ეს თქვენი მეუღლეც იყოს, შეიძლება მუდმივი პარტნიორი უკვე და დიდი წლებია, ან რაღაც პერიოდია ერთად ხართ და აი თქვენში ეს ძალიან დიდ სევდას იწვევს, რომ მას სურს მხოლოდ თვითონ მართოს სათავისოდ ეს თქვენი ურთიერთობა, თქვენი პოზიცია. დიახ, მეგობრებო, აი ზუსტად თქვენ უკვე გზას ეძებთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება და გამოხვიდეთ ამ ურთიერთობიდან იმის გამო, რომ თითქოს აქ თქვენ ადგილს ვეღარ ხედავთ და რაღაცნაირად ვერ იღებთ იმას, რაც გეგონათ, რომ იქნებოდა, რაღაც შეიცვლებოდა, ასე არ მოხდა. რატომ იქცევა გაურკვევლად ჩაფიქრებული პიროვნება? მეგობრებო, თუ ამ ადამიანს აქვს ოჯახი და სტაბილური პარტნიორი ყავს და თქვენ მესამე ხართ ამ ურთიერთობაში, შეიძლება ამ ადამიანს ყავს მეუღლე და თქვენ ხართ მესამე ამ ურთიერთობაში, შეიძლება ეს ადამიანი აი ეხლა იქ ოჯახში აწყობს რაღაც გეგმებს, რაღაც ახალის დასაწყისი აქვს ოჯახში, რაღაც თემებს განიხილავს ოჯახურს და ამის გამო ეს ადამიანი თითქოს გაუჩინარდა აი ამ ურთიერთობიდან. რატომ იქცევა გაურკვევლად ჩაფიქრებული პიროვნება? აქ ისევ იმპერატორი გვეწვია, მეგობრებო. დიახ, მეგობრებო, ეს ადამიანი ახლა დაკავებულია ოჯახის საქმეებით, ან დაკავებულია შეიძლება სამსახურით. ახლა და ამჟამად რაღაც სხვა პრიორიტეტები აქვს და რაღაც სხვა მნიშვნელოვანი რამეები აქვს ამ ადამიანს გადასაწყვეტი. ამიტომ იქცევა ასე ჩაფიქრებული პიროვნება. რატომ იქცევა კიდევ? კი, მეგობრებო.
ახლა და ამჟამად ამ ადამიანის დღის წესრიგში დგას ორიენტირება აქვს ამ ადამიანს აღებული ოჯახზე, სამსახურზე, წარმატებაზე, როგორ იყოს უფრო წარმატებული, აღიარებული და დაფასებული. ასე რომ მეორეებო, მე დაპირველებო თქვენს გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე, ველი თქვენს გამოხმაურებას და საუკეთესო სურვილებით მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით.